Son, 2, 3, 4. Yanlışlarımdan ders alacak kadar olgun değilim. Bu yalan bir mecburiyet. Yoksa sana vurgun değilim. Ama gözlerinde bir ışık, kalbimin tıkırtısı, içim içime sığmıyor ya bu neyin kıpırtısı. Dön yüzünü gökyüzüne, bak bir aşkın yıldızına ama parlayacak sönecek biliyorum. Her şey olur, her şey biter. Bir yıldız gökyüzünde kayar yeter. Her şey olur, her şey biter. Yalnızlık hep aynaları mesken tutar. ჩემს კარზე დააგაგონე. ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. ჩვენი მიზანია ის უკეთესი გავხადოთ. მე ჩემი ცხოვრება ყვავილებით, წიგნებით და მეგობრებით ახსავსე შევქმენი. ვინაიდან დედა ჩემი ფლორისტი იყო, თითოეული ყვავილის სახელწოდება ვიცოდი. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო ლანდშაფტის არქიტექტორი გამხდარიყავი და მოვახერხე კიდეც. მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლისაც მშობლები დავკარგე. მთელი ჩემი ძალები სწავლისკენ მიმართე. ყოველ კლასსა და ყოველ სკოლას პირველობითა და ჯილდოებით ვამთავრებდი. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე რომ სწავლობდი, იტალიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, იტალიაში ჩავირიცხე, იტალია მელოდება, მალე ჩამოვალ. Eda? Eda? გაიღვიძე შვილო. გავიღვიძე უკვე. Eda. მიდი ადექი, მიდი. ხალხი ადრე მოვიდა. კარგი, მაგრამ საარ? მაღაზიაში. მიდი ადექი. კარგი დგები. დილამშვიდობისა. 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 დილამშვიდობისა მის მსოფლიო. ოცნებებში იტალია. რეალობა კი ასეთია. რეალობა კი ასეთია. რაღაც არასწორად წავიდა. ძალიან არასწორად. ყველაფერი ჩამოვიღეთ მამიდა. ძმაო, აქ რატომ დატოვეთ? შიგნით რატომ არ შემოიტანეთ? დაო, ბევრი საქმე გვაქვს და ნარჩენიც უნდა მოვიტანოთ. რა ვქნათ? შენ მოიცადე, მე მოვაგვარებ. ეგ როგორ მარტო? დიახ, მოვაგვარებ მეთქი. ასე არ შეიძლება. შეეშვი. მამიდა, რას ეკეთებ? შენ ხომ წელი გტკივა? აბა მარტო, კარგი, შენ მოდი. Eda. ყველაფერი ისეა ჩემ ცხოვრებაში როგორც უნდა იყოს, მაგრამ ერთი ადამიანი. ეგ ადამიანი, ეგ საზიზღარი, საშინელი ადამიანი. კარგი. პრესტიჟული იტალიური უნივერსიტეტის დამთავრება ვერ შევძელი. რამდენი აქ? ჯერ 36. საწყალი. რა მოხდა? კარგად ხარ? ჩათვალე 35-ია მამიდა. ძალიან დაიღალე საყვარელო. წადი და დაისვენე ცოტა. მე გადავიტან. მიდი, წადი დაისვენე. მიდი საყვარელო. მიდი. კარიერა ერთადერთი საშველი იყო ჩემ ცხოვრებაში. ვერ შევძელი. ამიერიდან უბრალოდ ფლორისტი ვარ. ერთადერთი მიზეზი რატომაც ვარ ახლა აქ, ის ადამიანია, რომელმაც ჩემი ოცნებები მოიპარა. ის მიმზიდველი, უგრძნობი, არაკაცი, უგულო ადამიანია. სჯობს სულ თავიდან მოყვე. მე eda ილდიზი ვარ. ეს კი სერქან ბოლათია. ციდან სამი ვაშლი ჩამოვარდა. ერთი იმისთვის, ვინც ცხოვრობს, ერთი იმისთვის, ვინც ყვება და ერთი იმისთვის, ვინც განიცდის. გისმენთ ბატონო სერქან. ლელა, ბატონევრემთა მაგ შეხვედრა. გთხოვ ერთი დღით ადრე შეგეტყობინებინა. დიდ ბოდიშს ვიხდი ბატონო სერქან. ასეთი რაღაცებით ვარ გახსოვს ჩემს ცხოვრებაში რატომ ხარ? კარგი, გამოვიცვლი და მოვა. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ბატონო სერქან. ლეილა,
საბოდიშოს ნუ გაიხდი. ან საერთოდ ნუ იხდი პატიებას. კარგი ბატონო სერგან. ედა ყვავილები მზად არის საყვარელო. მზად არის მამიდა. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჯანმრთელობა შენს ხელებს. გეფიცები ნიჭიერი ხარ. ძალიან. მოგეწონა? აი ახლა უკეთესად გავხდი. ეს ჯერ რა არის? ისეთ ბაღებს გააწყობ, აი ნახავ. მისმინე, ეს ცხოვრებაა. ხანდახან ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, მაგრამ შენს ოცნებებზე უარი არ თქვა. არასდროს. 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 ქალბატონო აიფერ, შენს მიწოდებას მიხედე. ხო, მართალი ხარ, კარგი, მე გავდივარ. მარტო როგორ მიხედავ ყველაფერს? მივხედავ, მაგრამ შეიძლება დღეს ცოტა ადრე წავიდე, კარგი? რატომ? აეროპორტში წავალ ჯენკის დასახვედრად. ამჯერად ჩამოდის ბატონი? რატომ არ უნდა ჩამოვიდეს? არ ვიცი, ერთი წელი ვერ ჩამოდიოდა. გეგონება იტალიაში კი არა, მარსზე იყო მისიით გაგზავნილი. მიდი მამიდა, მიდი. კარგი, მივდივარ, თავს მიხედე. შენც. ბატონი სერგანი მოვიდა. კეთილი იყოს ბატონი სერგან. ეშმაკსაც ვიაბრა და მე ვილსტები. დილომშვიდობის ბატონო სერგან. დილომშვიდობის. დილომშვიდობის კეთილი იყოს. როგორც ხედავ, საერთოდ არ მგნატრები ვართ. ძმაო, დღეში 7 ჯერ გვიწყობდი ვიდეო კონფერენციას. მონატრების საშუალებას არ გვაძლევდი. სერგან? პირო? ოთხშაბათისთვის უნდა მომემზადოთ. ეს მიხარია. მშვენიერია, მაგრამ ოთხშაბათისთვის უნდა მომემზადოთ. ველანი მეწოდებით. ერთხელ მაინც მომზადებულიყავით ასე ჩემთვის. ბატონი სერგანი რომ მოდის, მეც კი ვარ მომზადებული. არადა მისი თანამშრომელი არ ვარ. თქვენი თანამშრომელი ვარ. ბატონო ინგენ, რა უყვა ამ მოსაწვევებს? რასაკეთე? მოაშორებით. არც წამოიწყო თემა. როდესაც გეტყვი, მაშინ მისცემ. მაგრამ მეშინია ბატონმა სერგანმა არ წამოიწყოს ეს თემა. ბატონო ინგენ, იქნებ დღეს არ შევიდე მასთან. დიახ, მშვენიერი იდეა. შენ ხომ მისი პირადი ასისტენტი არ ხარ? შეცვლა და არ ღირს, ხო? მაგარი ხარ, გეფიცები მაგარი ხარ. ასე გააგრძელე. შენ ჯერ კიდევ აქ ხარ? წავედი. ცხოვრობს თუ არა აქ ვინმე გაუგებარია. მთელი სახლი სამზარეულოში გადმოეტანა ბარემ. საიდან უნდა დავიწყო? მელო, სამზარეულოს ასე დატოვება როგორ შეიძლება? მართლა არ ვიცი საიდან დავიწყო. საიდანაც გინდა იქედან დაიწყე. ცოტას დავისვენებ. ო, კარგი, შენ გაერთე, მე მივხედავ. ჩემო ძვირფასო ედა. მელო, უკვე ხეებად ვიქეცით, დაუჩქარე. მელო, ტელეფონში ყურყუts ჯობს, მე დამეხმარო, საქმეები მაქვს, უნდა გავიდე. მელო, შეგიძლია გამოიხედო.
მიდით, წავედით, თორემ გამოგვიჭერენ, წავედით. ისად, სანამ გამოგვიჭერეს, წავედით, თორემ ახლავე დაგვიჭერენ. სად უნდა წავიდეთ, ფეხსაცმელი რას ამბობ? ფეხსაცმელი სად არის? რა გააკეთე? Kül kedisi. კონკია, Bunu ფეხსაცმელი დაგრჩა. Ya. ხო, Yavaş biraz. ძალიან საყვარელია. Hayırdır? რა ხდება? Yolculuk საით nereye? გაგიწევიათ? Yolculuk. საით? გასვენებაში, ქორწილში. გასვენებაში, ქორწილში. და გამოსაშვებზე მივდივართ. შენ არ გითხარით გული რომ არ დაგწყვეტოდა. Sana söylemek istemedik. Hayda. კარგი რა, სულ ეგ არის? სახლი ისეთი არეული გაქვს, გული რატომ უნდა დამწყდეს გოგო? პირიქით, გამიხარდება თავის დროზე რომ მიიღებ დიპლომს. Zaten ყველაზე მეტად შენ დაიმსახურე დიპლომი და არ მიგიღია. diplomasını aldı. Ayrıca სხვათა შორის, benim mezun ვიცოდი ამ arkadaşım დღის var. შესახებ. Aysel აისელ მასწავლებელმა დამირეკა და უნივერსიტეტში დამპატიჟა. რაღაცაზე უნდა დალაპარაკება. ღმერთო, რატომ დარეკა? რაზე უნდა დალაპარაკება? რატომ შეგატყობინეს? იქნებ ბეწამოვიდეთ თქვენთან ერთად, წავალ და დავალაპარაკები. Ki ben de gelsem mi sizle ya? Geleyim hem konuşmuş olurum. არა. Yok. არა? Sen gel. შენ არ წამოხვიდე. იცი რატომ? მხოლოდ 2 საათით წავალთ იქ. ისედაც ბევრი ხალხია, ცარიელი სტრესია. Bulamayacaksın derken falan. ხომ გესმის? შენ მიდი სახლში შედი. მოიცადე. Dur. Melo. მელო? ვარდისფერი ჭრდილები? Mor. ნაცრისფერი. Melo kırmızı. მელო წითელი პომადა გისვია. Renk დალტონიკია. ეს გოგო დალტონიკი გახდა. პატარა ჩანთაც უჭირავს. ეს მუქი გოგოსთვის არის. მუქი გოგოსთვის არის. რამე ფერადი რომ ქონოდა. Melo beni ნუ მატყუებ ეს კომბინაცია ვიღაცის მოსახიბლად არის. ბოლოს ასე ტარკანის კონცერტზე გამოიყურებოდი. ტარკანი ამრხილდა. Sökülün. დაფქვით. Hadi. მიდით. Doğruyu söyleme. სიმართლის თქმის დროა. დაფქვით თუ ამბობს, მაშინ დაფქვათ. O zaman ახლა şimdi ჩვენ ხომ მივდივართ. gidiyoruz ya hani. მერე და Eda. ედა გამოსაშვებზე საპატიო სტუმარი დაპატიჟეს. სიტყვით რომ გამოვიდეს. Yani konuşmaya çağırmışlar. Onur konu. ვინ? Evet. Kim? ვინ? Bolat. ბოლათი. Serkan. და Bolat. სელკან ბოლათი. Serkan Bolat. სელკან ბოლათი? Aynen öyle. კი, Serkan სელკან Bolat. ბოლათი. Leyla dosyaları düzenle. ლელა საბუთები გაასწორდა ჩემს ოფისში დატოვე. კარგი ბატონო სერკან. Leyla o ლელა ჩემი კაბინეტი მაღლა. ვიცი ბატონო სერკან. Bana demek ki ჩემთვის რამის თქმა გინდა? კალბატონი სელინი თხოვდება. doğru mu? სწორედ გავიგე? Bana თქვა რომ სელინი თხოვდება? Evet Serkan. დიახ სერკან. Ya abi შეეშვი ძმა, შეეშვი. Boş ver. რაც უნდა ისქნას? შევეშვა? Hemen Engin. ვერ შევეშვები. რას ნიშნავს? რას ნიშნავს თხოვდება? ცოტა ხნის წინ დავშორდით ენგი. რას ნიშნავს ეს? ნახე, შენ თვითონ ამბობდი რომ დაშორდით. რაც უნდა იმას გააკეთებს, მე შენ რა? არ შეიძლება ენგი. იმიტომ რომ მშვენივრად იცი ვისთან მუშაობს ეს ტიპი. ვინც არ უნდა იყოს. სელინ შენთან დალაპარაკება უნდოდა. გელოდებოდა როდის დაბრუნდებოდი ლონდონიდან. ჩემთან ლაპარაკი არა. Serkan bak. სერკან, მომისმინე, გემუდარები არ წახვიდე. Ya. Üniversite. ხომ გითხარი, უნივერსიტეტში მივდივარ, სიტყვით უნდა გამოვიდე, მე ბატონ ევრემთან მაქვს შეხვედრა. ბატონო სერკან. Efendim. გისმენ ლეილა. მოსაწვევი. რა საკეთებ? ის ჩემი უფროსია. ჯერენი 10 წლის მერე. სად და რას გააკეთებს? ჯერენი 10 წლის მერე ადვოკატი იქნება, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები. მერე ადვოკატს მისთხოვდება, რომელსაც მისი ოჯახი იცნობს, მისგან 2 შვილი ეყოლება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი შვილებიც ადვოკატები გახდნენ. Onların beynini yıkayacak. შენს ნამდვილ ოცნებებზე გეკითხები. Gerçek ნამდვილი hayalde ოცნება ayakkabı ფეხსაცმლის tasarımcısı დიზაინერი olmak. გავხდე. Sen Ben beni mi? çekiyorsun? ხო, Ben ხასიათზე havada არ ვარ, kızları გოგოებს გადავუღე. Melo sen? მელო შენ? O სად insanlara იქნები 10 neden წლის მერე და რას გააკეთებ? Bir bakalım. ნახოთ.
დროის ნახევარს მოლარეთ გავატარებ, მეორე ნახევარს კი მისაღებში. უნივერსიტეტი უკვე დავამთავრე, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მოლარეთ ვიმუშავებდი. ოცნებებზე მეთქი. ოცნებებზე? საყვარელ ადამიანს გავყვები. სამშვილს გავაჩენ და ჯერ კიდევ სიყვარულში ვიცხოვრებ. ედა შენ სად ხედავ საკუთარ თავს 10 წლის მერე? წეულიმც იყოს სერქან ბოლათი. შენს მომავალ ოცნებებზე გეკითხები. ჩემი ოცნებები სერქან ბოლათმა გაანადგურა. წამოდით. დამშვიდდი? ახლა ძველ სკოლაში წავალ, მასწავლებლებს დაველაპარაკები. დიდი გულგრილობით მოусმენ სერქან ბოლათის ტყუილებს, მერე კი აეროპორტში წავალ, ჯენკის შესახვედრად. რა? ჯენკი შეიძლება არ ჩამოფრინდეს ედა. რატომ? იმიტომ რომ უკვე რამდენიმე თვე ამბობს, რომ ჩამოვა, მაგრამ არ ჩამოდის. ის შენ გატყუებს. საინტერესოა. ექსპერტი გავხდი კაცების მიერ განადგურებულ ოცნებებში, არა? ვერ გავიგე. რა მოგეწონა იმ იდიოტში? კარგი ადამიანია. შეგიძლია დაეყრდნო, გულწრფელია. ჩემი მანავიც ასეთია, ხილბოსტანს დაბალ ფასად ყიდის. მართალი და საიმედო ადამიანია. მაშინ გაირჩიე. ადგილმდებარეობაც ცნობილია, ჩვენს ქუჩაზე მარცხნივ როგორც კი შეუხვევი ქვია. მელოე გრაშუაშია. რა ხდება? არ ვიცი. რა ხდება? ისევ ატორმოზებს. ისევ? მუხრიც დააჭირე. ვაჭერ, ერთი წუთით გოგოებო არ ჩერდება. დააჭერე მაშინ. არ მინდა ახალგაზრდა მოკვდე. პანიკაში ნუვარდებით. მელო. ხომ გითხარით შეეშვით ამ მანქანას. მუხრიც დააჭირე. მაცადეთ. მეგონა დავეჯახებოდი. მადლობა მანქანა. შუაგზაზე არ დაგტოვა. მანქანა დავტოვა თუ ასე წავიდეთ? არა, წავიდეთ, მაინც აქვია შესახვევში. უნდა მოვასწროთ. კარგი, მაშინ თქვენ გადადით. დავაპარკინგებ და მოვალ. ოღონდ არ დაიგვიანო. კარგი. ბატონო სერქან, კეთილი იყოს. მადლობა. შესასვლელი იქითაა. მადლობა. არაფრის. უკაცრავად აქ ვერ დააპარკინგებთ. უსაფრთხოების მიზნით. თუ შეიძლება იქით მიმბრძანდით. რატომ აქ ხომ დააპარკინგეს? ეს ვისია? სერქან ბოლათის. VIP. გთხოვთ იქ დააპარკინგოთ. ნუ მაყოვნებთ. სერქან ბოლათის? ო, კარგი. კარგი. eda, მასწავლებელო. როგორ ბრძანდებით?
კარგად, მომენატრე. მეც. იქნებ დავილაპარაკოთ 5 წუთი, შენთვის ახალი ამბავი მაქვს. დავილაპარაკოთ. მოდი აქ დავსხდეთ. აბა, როგორ ხარ? აგრძელებ ყვავილებთან მუშაობას. ვაგრძელებ მასწავლებელო, კარგად ვარ თქვენ? მეც კარგად. მასმინე. ბრძანება გამოიცა მათთან დაკავშირებით, ვინც სწავლა ვერ გააგრძელა. დეკანატს შევხვდი და შენზე ველაპარაკე. როგორ? ხო, ანუ მალე სწავლის გაგრძელება შეძლებ. მართლა მასწავლებელო? დიახ, ძვირფასო. ეგ ნაწილი მოვაგვარე, მაგრამ სტიპენდიას არ მოგცემენ. გაცდენების გამო. სწავლის ბოლო წლის გადახდა მოგიწევს. მასწავლებელო, მაშინ შეეძლოთ დათმობაზე არ წამოსულიყვნენ. საიდან მოვიტანა ფული? ხო, მიცით რომ სტიპენდიის 100%-ს ვიღებდი. ედა. არ მიყავს ვინც შენს დახმარებას შეძლებდა. ხო, მიცით რომ მხოლოდ მამიდა მყავს. მან კი? მან სესხი აიღო. ორანჟერიის გაფართოება უნდა ვალები აქვს. სხვა არავინ მყავს. გასაგებია. გასაგებია, მაგრამ მაინც მინდოდა შენთვის მეთქვა. იმ შემთხვევისთვის თუ გამოსავალი მოიძებნება. გმადლობთ. არავითარ შემთხვევაში არ გაწყვეტო სკოლასთან კავშირი. ხშირად მოდი ხოლმე ჩემთან, კარგი? მე შენ განსაკუთრებულად მიყვარხარ. ხო მიცი? გმადლობ მასწავლებელო. გული არ დაგწყდეს. მასწავლებელო, შეიძლება? კარგი ძვირფასო, ახლავე მოვალ. დღეს გამოსაშვები აქვთ არქიტექტორებს. ახლა უნდა წავიდე. შიგნით შევხვდებით. დედა, ძვირფასო. წამოდი და გვაგვიანდება. დედა. კარგად ხარ? მელო შენ წადი, მალე მოვალ. დარწმუნებული ხარ? მოგვიანებით მოვალ. პატივცემული სერკან ბოლათი მალე ჩვენთან იქნება. სერკან ბოლათი, რომელმაც არქიტექტურაში უამრავი ჯილდო მიიღო. ამავე დროს მან მიიღო განათლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, არქიტექტურულ ფაკულტეტზე. ახლა გასაგებია საიდანაც არის. იმავე უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა. მამამისის ფულებით. ნათელია რომ მამამისის ფულებით. ადამიანმა 2 განათლება მიიღო. ჩვენ 1 ძლივს მივიღეთ. წარმოგიდგენთ სერკან ბოლათს. კეთილი იყოს ბატონო სერკან. მადლობა. ცხოვრებაში უკეთესია ვიდრე ჟურნალებში. რა თქვი? არაფერი. ეს არის სერკან ბოლათი. ძალიან სიმპათიურია. თქვენ რატომ უკრავთ აშს? ძალიან სიმპათიურია, ამიტომ ვუკრავ აშს. მე არ ვუკრავ. მე თავს ვერ ვიკავებ სიმპათიურ კაცს რომ ხედე. როგორც ადამიანმა, რომელიც ძალიან ცნობილია ჩვენ სფეროში, რისი თქმა გსურთ ჩვენი სტუდენტებისთვის. პირველ რიგში სტუდენტებს, როგორც არქიტექტორებს მინდა ვურჩიო, დააფასონ ხელოვნება. გვირჩევს თურმე. სტუდენტების უნივერსიტეტიდან გარიცხვით. ედა. ბიბლიოთეკა, რომელიც კეთდება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არის. ის იქნება ცოდნის წყარო, ყველა არქიტექტორისთვის.
სამწუხაროდ უნივერსიტეტთან ერთად დასრულდა თქვენი საუკეთესო წლები. გმადლობ თქვენი წყალობით. eda ძალიან ცუდი რამ მოხდება. კარიერა დაუნდობელია და კონკურენციით სავსეა. ამიტომ ყველაზე ღირებული რაც გაქვთ, არც ფულია, არც ოჯახი. არც გარშემომყოფები. მართალია, ამჯერად ის მართალია. თქვენთვის მარტივი სათქმელია. eda ყველაზე ღირებული რაც გაქვთ, ეს თქვენ ხართ. ამიტომ დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ისწავლეთ და თავიდან ისწავლეთ. ბევრი იმუშავეთ. ყველა ზღვარი გაარღვიეთ. არავის მოусმინეთო. მე მომისმინეთო. თავისი ნათქვამიდან გამომდინარე. პეპი, შენც მისხარეს ხარ? არავის მოусმინეთო, ჩემი აზრით მართალია, მე მომწონს. ამავე დროს ფრიადოსან სტუდენტებს სტიპენდიით უზრუნველყოფთ და ვასაქმებთ. ერთი წუთით. არ შეიძლება ასეთ ავხედურად მოტყუება. ვინ არის ეს გოგო? ედასეთ მეტი მოგდის უკვე არ გინდა. როგორც ჩანს ვიღაცას ჩემთან დალაპარაკება უნდა. გამბედავ თუ გეყოფათ, სახე გამოაჩინეთ. გისმენთ? სიამოვნებით. არ გინდა eda გთხოვ არ გინდა. მოიცადე არ გინდა გთხოვ არ ქნა. შეგიძლიათ ეს ადამიანები თქვენი ზღაპრებით მოატყუოთ, მაგრამ მე არა. იმიტომ რომ თქვენ არავის არ უხდით სტიპენდიას. ესე იგი, დღევანდელ დღემდე 27 სტუდენტს 6 უნივერსიტეტიდან ვაძლევდით სტიპენდიას. არ მიგიციათ, უпростоრად ჯერ მიეცით და მე გააუქმეთ. მაპატია, შეგიძლიათ ცოტა ახლოს მოხვიდეთ, ვერ გხედავთ. eda არ წახვიდე, eda არ წახვიდე. eda გთხოვ. ეთყობა რაღაც შეცდომა სტიპენდიასთან დაკავშირებით. თქვენი სახელი? არა, არ შეიძლება. უფლება არ გაქვთ ჩემი სახელი იცოდეთ. შეხედეთ როგორ თავხედურად ლაპარაკობს. eda სად მიდიხარ? eda მოდი აქ. მოიცადე eda. გვაბატიეთ ბატონო სერგან გააგრძელეთ თუ შეიძლება. eda მოიცადე. დაბრუნდით გოგოებო, მარტო მინდა დარჩენა სერიოზულად. გისმენ ჯენ, ეშვება თვით ფრინავი. მოვდივარ უკვე აეროპორტში. ადრე ჩამოფრინდი? მაშინ მოდი შევხვდეთ. დეიდა, და ჩვენ როდის? ხვალ? კარგი ჯენ. ხვალ შევხვდებით. ეს გამაკლდა. მართლაც ეს გამაკლდა. მე შენ განახებ. ბატონო სერგან, სია შემომაწმე, არავინ ყოფილა ვისთვისაც სტიპენდია არ მიგვიცია. რა ხდება აქ? Leyla arayacağım. გადმოგირეკავლეო. რა? გამარჯობა. რა საკეთებ? რა საკეთებ შენი აზრით? ვინ ხარ?
ერთი წუთი რას აკეთებ მეთქი? გამიშვი, ვინ ხარ? გამიშვი. რატომ იტყვები? გრანტი არავისთვის მოუხსნიათ. ვინ ხარ? რა გქვია? ვინ ხარ? რა შენი საქმეა? ქარა დაღმა გამოგზავნა რა? ქარადაღი ვინ არის? შეგიძლია გაიწიო. სახელი მითხარი. კარგი არ მეუბნები. მაშინ განყოფილება შეიტყვე. რომელ განყოფილებაში? ნუსულელობ, გამიშვი თორემ? თორემ რა? იქ შემარცხინე და ახლა რა მოხდა? შეგარცხვინე? მე შეგარცხვინე? მომისმინე ქალბატონ, შენაირები ყოველ დღე ცდილობენ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრას. გასაგებია? მაგრამ არ გამოსდით. ამიტომ ის სულელე, რომელიც იქ ჩაიდინე, მარტივია. ის რაც აგააკეთე მარტივია. მე ვერ შემარცხვენ, იმიტომ რომ ასე მხოლოდ საკუთარ თავს ერცხვენენ. საინტერესოა იცი რას ნიშნავს შერცხვენა?